დაცინვა, პირდაპირი მუქარები, დიალოგისა და მშვიდობისკენ მოწოდებები და თუნდაც პიავის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია დონალდ ტრამპისადმი. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილი რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს ერთ-ერთი მთავარ მოვლენად იქცა არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ მსოფლიო მედია სივრცეში. მისი სრული ტექსტი რამდენიმე დასავლურმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა. სხვებმა კი მას სტატიები მიუძღვნეს, სადაც სცადეს შეეფასებინათ ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. კრემლში უკვე უპასუხეს ამ წერილს, ხოლო ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიესალმება ვლადიმირ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის ნებისმიერ შეხვედრას. ამ გამოშვებაში ჩვენ ერთად განვიხილავთ, როგორ გამოეხმაურნენ ზელენსკის მიმართვას მოსკოვში, ვაშინგტონში და მსოფლიო მედიაში. და რაც თავარია განვიხილავთ, გააჩნია თუ არა საერთოდ ამ წერილს გავლენა ომის დასრულებაზე და რატომ გამოაქვეყნა სინამდვილეში ზელენსკიმ იგი. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. მული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მოგლეთ შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინ გამოაქვეყნა ღია წერილი ვლადიმირ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა შეუძლია მკვეთრად გაზარდოს ომის ფასი რუსეთისთვის. და მოუწოდა პუტინს პირადი შეხვედრის ჩატარება, რათა დასრულდეს სამხედრო მოქმედებები. თანაც თქვა, მოდი ზუსტად გაამსაზღვროთ დრო და ადგილი, მივიდეთ და შევხვდეთ. ეს პირდაპირ იცით მგონია, რომ ზელენსკიმ სადა ესაუბრა პეტერბურგელი გოპნიკების ენაზე, საიდანაც თავად პუტინიც არის წარმოშობით. და თქვა, ზუსტად მოდი დავნიშნოთ შეხვედრა, დრო, ადგილი, შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ. თუ ისე შეგეშინდება. იმ მომენტში, როცა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ეს დოკუმენტი, ვლადიმირ პუტინი საუბრობდა ჟურნალისტებთან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე და კომენტარს აკეთებდა კიევის დართმებზე სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვის მიერ ორეშნიკის რაკეტების გამოყენებაზე. საკუთარ ღია წერილში ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომი სულ უფრო მეტ ნეგატივს აძლევს რუსეთს. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მოსახლეობას არ მოსწონს უკრაინული დრონები და რაკეტები, ბენზინის დეფიციტი, მუდმივი აკრძალვები და ახალი მობილიზაციის ორგანიზების განზრახვა. და ბოლოს ვლადიმირ ზელენსკიმ ღიად მოუწოდა ვლადიმირ პუტინს იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან უკრაინულ დრონებს შეუძლიათ პირადად მასაც მიაღწია. საერთოდ ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილის სრული ციტირება და ამ მიმართვის განხილვა გუშინ ცალკე გამოშვებაში წარმოადგინა ამ YouTube არხზე. აუცილებლად ნახეთ. და აი უკვე დღეს რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილის შესახებ. ამის შესახებ კრემლის პრესდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა და პესკოვმა დაამატა, რომ რუსეთს არ აქვს ოფიციალური საკომუნიკაციო არხები უკრაინასთან. სხვა დეტალების, კერძოდ ვლადიმირ პუტინის რეაქციის გახმოვანებაზე ამ წერილზე პესკოვმა უარი თქვა. ცალკე პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი თითქოს და იმედოვნებს მოლაპარაკებების პროცესის განახლებას უკრაინაში, კონფლიქტის მოგვარების მიზნით. აქ ძალიან უცნაურად ჟღერს, პირდაპირ გეუბნებიან, მოდი შევთანხმდეთ, დრო და ადგილი, ზუსტად დაასახელე. პესკოვი იწყებს თავის არიდებას და ამბობს, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებები აღდგება და ასე შემდეგ. ამავე დროს მან არ დააკონკრეტა საერთოდ რა ფორმატის მოლაპარაკებებს უჭერს მხარს რუსეთი. ასევე პუტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პოზიცია უკრაინის საკითხზე ერთდროულად თანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. მოკლედ გადაწყვიტა სხვა თემაზე გადასვლა. შემდეგ მისი ციტატა. ის თანმიმდევრულია იმ თვალსაზრისით, რაც ცოტა ხნის წინ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელმაც თქვა, ჩვენ რა თქმა უნდა მთლიანობაში მხარს უჭერთ მხოლოდ ერთ მხარეს, ეს არის უკრაინა. და ჩვენი გიარაღსაც ვაწვით და ასე შემდეგ. აი ეს თანმიმდევრულად ხდება. ანუ ეს ნამდვილად ომია, რომელიც ბაიდენის ომია. სიამდვილეში ბაიდენი ირიბად მონაწილეობს. უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის გეგმედრის გეგმები არ არსებობს. როგორც მიხვდით, პუტინის მხარემ გადაწყვიტა, რომ დუმილით უპასუხოს და განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონდეს ზელენსკის წერილზე. გარდა იმისა, რომ ისევ იმეორებენ მანტრას, თითქოს ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც უკვე გააკეთა კომენტარი ზელენსკის წერილზე. კერძოდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ორი ქვეყნის ლიდერების პირადი შეხვედრის იდეას და დაამატა, რომ მათი შეხვედრის შესაძლებლობების განხილვის განხილვა მას ძალიან ახარებს. ციტატა. შესანიშნავი იქნებოდა თუ ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი ორივე ძალიან კარგი ადამიანები არიან. შემდეგ კი ტრამპი ბოდიში თითქოს გათქდა და ისევ დაიწყო იმის გამეორება, რომ ამერიკული დახმარების გარეშე, რომელსაც რატომღაც საკუთარ თავს მიაწერს, უკრაინა აქამდე ვერ გაძლებდა.
და ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა: მე ველოდები უკრაინისა და რუსეთისგან ურთიერთ კომპრომისებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, ეს მისი პირადი დამსახურება იქნება. შემდეგ ციტატა: სწორედ მე შევთავაზე ეს დათმობები და იცით, შენ ამისთვის დიდი ძალის ხმა გავწია. მინდა რომ თითოეულმა მხარემ გარკვეული დათმობები გააკეთოს და ვფიქრობ ისინი ამას გააკეთებენ. ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ მსოფლიო მედია სივრცეში. ახლა კი რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, ამერიკულმა სააგენტომ Assassinated Press აღნიშნა, რომ წერილი შეიცავს ვლადიმირ პუტინის 26 წლიანი მმართველობის მასშტაბურ კრიტიკას და მიუთითებს რუსეთის დიქტატორის მკრიფე პოზიციას. ჟურნალისტების აზრით, ზელენსკი აშკარად ცდილობს ისარგებლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი უპირატესობით ფრონტზე, რათა დაიწყოს რეალური დიპლომატიური პროცესი. გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით. ზელენსკი წერილში პუტინს ერთდროულად დასცინის და მშვიდობით მოლაპარაკებებს თავაზობს. და აი პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ პუტინს მიუთითეს სამხედრო წარუმატებლობებზე, ინფლაციასა და რუსეთის დამოკიდებულებაზე ჩინეთს. ამასთან ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ წერილის მეორე არაპირდაპირი ადრესატი იყო დონალდ ტრამპი, რადგან ტექსტში აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით დაფარული საყვედურია. მისი შარშანდელი ცალკეული მოლაპარაკებების გამო პუტინთან ალასკაზე. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ წერილის ტონი იყო თამამი, თუნდაც დამცინამი, რადგან პირდაპირ ამახვილებდა ყურადღებას რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო დართმებს. ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა ზელენსკის წერილი შეაფასა როგორც მცდელობა დაებრუნებინა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხოლო გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Die Zeit წერს, რომ ზელენსკის წერილს ზოგიერთ ადგილას დამუქრების ქვეტექსტი აქვს. იცით, New York Times-ის რეაქციაზე უფრო დეტალურად შევჩერდები, რადგან ყველაზე მეტად სწორედ მან მომხიბო. გამოცემა წერს, რომ ზელენსკის წერილი ვლადიმირ პუტინს ნაწილობრივ PR-ის მცდელობას გავს და როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ყურადღებაზე იყო გათვლილი. კერძო დოკუმენტი დიალოგის განახლების ინიციატივას შეიცავს. თუმცა ამასთანავე მიუთითებს მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობებზე, ინფლაციაზე, რუსეთის დამოკიდებულებაზე ჩინეთზე. ახსენებს ვლადიმირ პუტინის ასაკს, აკრიტიკებს ამ ვლადიმირ პუტინს და ასე შემდეგ. როგორც წერს New York Times-ი, თუ უკრაინას დიალოგი სურს, თითქოს არ უნდა ეთქვა ასეთი რამ პლეშივ, სუნიან ჯუჯა ვლადიმირ პუტინზე. ბოდიშით შემდეგ ციტატა. ამასთან გაურკვეველია, იყო ეს მიმართვა მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა თუ პოტენციური მოლაპარაკებების პარტნიორის დისკრედიტაციის გზა. წერილი. სულ მცირე, ნაწილობრივ საინფორმაციო ნაბიჯად გამოიყურებოდა, რომელიც ხაზს უსვამდა უკრაინის შორეულ დარტყმებს სანქტ-პეტერბურგზე, რაც როგორც ეკონომიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ეფექტს იწვევდა. გაურკვეველია, რა შეიძლება მიიღოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ზეწოლისა და მშვიდობის შეთავაზების კომბინაციით. საერთოდ მეგობრებო, აქ წერტილს დავსვამ, რთხოვთ კომენტარებში დაწევეთ, როგორ ფიქრობთ, რატომ დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ღია წერილი ვლადიმირ პუტინს. რას ცდილობდა ამ წერილით ეთქვა? და რა შედეგები შეიძლება მოხვდეს ამ წერილს, თუ საერთოდ იქნება რაიმე შედეგი. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ ზარიცხილ აქზე დაჭერა. გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონაციით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულობითა და რეკვიზიტებით, ან ეკრანზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.